წინა ხელისუფლება საკმაოდ წარმატებით манипулირებდა და დღესაც ქართული ოცნება და მისი რესურსები გამოდიან და თვალებში გვაყრიან აცას. თუ თითქოს გახსნის დონე გაიზარდა და გაჩნდების დონე გაიზარდა, მაგრამ მე ყოველდღიურად მიწევს მომეტებული საფრის მატარებელი ადამიანების ყურებად თითოეულ უბაში, თბილისში და მთელ საქართველოში. მე ყოველდღე მიწევს სამწუხაროდ გავიგო ინფორმაცია, რომ ბანკი დააკარჯაკეს. ბავშვი დააუთოვეს და როგორ უნდა დავსდეს სახში, როგორ არ უნდა გავმართო. საფრთხესო აქცია, როცა ჩემი შვილის ანატოლი გააუთოვეს კრიმინალებმა და ხელისუფლების კარგად ხარდაჭერილმა ავის მომავსებელმა ელემენტებმა. რა თქმა უნდა, ვერ დავსდები, რა თქმა უნდა, ეს მოგიწოდებთ, თითოეული ფერდაგარი გახდეს ამაკი თავაცეულმა თქვაც იმართება, რომ ჩვენ ვერ შევეგუებით წარსულში დაბრუნებას. ვერც რამდენიმე წლის და ვერც აწლეულების წინ, რაც დარიალობის წინაშე ჩვენ ვიდექით. ჩვენ მოუწოდებთ. მე პირადად განოსებული მქონდა აქცია ბატონი ჭიკაიძის და ბატონი იზორიას გადადგომასთან დაკავშირებით. მე მათ მივეცი ვარ როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერმა და ვხედავთ ეს სამწუხაროდ მიწევს ეგრეთ წოდებულ რეიდებს შევეგუო, რომლისთვისაც არ მიგებს არ მოგწონს, ძალიან არ მოგწონს, მაგრამ მიზულებული ვარ, მაგრამ მე მინდა თითოეულ პოლიციელს აი პატრულს ეკიპაჟი ვიმართო და ვთხოვ, რომ ძალიან ბევრი ჩემი თანამემამულე, ძალიან ბევრი ჩემი თანატოლი ახალგაზრდა შის შემთხვევაში თავშეურაც ყოფილად ის სხვადასხვა ადამიანების დავალების საფუძველზე ოპერატიულ თანამშრომლობები აძლევენ თავს უფლებას გადაამეტონ ინსტრუქციებს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესებს და სხვადასხვა ნაკლებად მისაღები ფორმებით, მათ შორის ცენზურის დაუცველად ჩაატარონ ეგრეთ წოდებული რეიდები. ჩვენ რეიდები არ იყო ჩვენი არჩევანი. ჩვენი არჩევანი იყო სამართლიანობის დაცვა, კანონიერების აღდგენა, რომელიც ვერ შეძლო ქართულმა ოცნებამ და დღეს ვინ არიან რეფორმატორების ხარდამჭერები? ის ადამიანები, რომლებმაც თავის დროს მოწყობილად ის უმეტესობა საქართველოში, რომლებიც ელოდებოდა უამრავი ქონების დაბრუნებას, ბიზნესის წილების დაბრუნებას, ავტომობილების, საკუთრების საცხოვრებელი საქმეების დაბრუნებას და დღეს წელი 2 წლის მანძილზე პროკურატურაში შეტანილი ყველა განცხადება თვრიან თავრობებზეა შემოღებული და ასევე მტვერიადებს თავზე. ეს ადამიანები არ გახდებიან მონები და ეს ადამიანები არ გახდებიან თვალში გაცარ შეძლები, არ დაждდებიან და არ დაელოდებიან 90 მილიონი ლარით ნაკიდი ჯიპებიდან გადმოყოფილ უინტერესო თვალებს და სახეებს. ეს ადამიანები იბრძოლებენ სიმართლისათვის. მე მინდა შეგახსენოთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დანაპირები ბატონ ბიძნევალიშვილის ეს იყო პროექტის შექმნა და ასეულობით და ათასობით საწარმოს. ცოტა ილუზორული ალბათ ამეთაქვები. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი არ არსებობს ასეულობით და ათასობით საწარმო, მაგრამ ამ დაპირებებით მან შეძლო ის რაც შეძლო. მაგრამ ამ იმედგაცრუებით, ამ ნიჰილიზმით ის მიიღებს იმას, რასაც ჩვენ პოლიტიკური პარტიის ლიდერები ვგეგმავთ. ოპოზიცია გეგმავს, არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც გადაწერილი ხმებით არ манипулირებს პარლამენტში თუ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში. მე მინდა შეგახსენოთ მათ კიდევ ერთ დანაპირები, ეს იყო ადგილობრივი ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობა. ზუგდიდში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია. ეს ყველაფერი ხო კარგად ნახეთ ხალხო. 2 წლის მანძილზე გაატარეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ დაპირისპირებაში და პირიქით დღეს საქართველოს იქცა ორი ურთიერთობად გაწყობილი პოლიტიკური გუნდის ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების დაპირისპირება. ეს არ არის ჩვენი არჩევანი და არ ჩვენი მოთხოვნა. მოთხოვნილება და საჭიროება. ჩვენი არჩევანი არის განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენი არჩევანი არის დასული და უსაფრთხო ჩვენი შვილები. ჩვენი არჩევანი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ყოველდღიური ბრძოლა და არა კრედულარო პოლიტიკა და კალასიკისა და აბაშიძის იმედად დატოვებული და მიგდებული საქართველო. ჩვენი ამოცანა არის ბრძოლა განვითარებისთვის. ჩვენი ამოცანა არის რომ არც ერთი არ დავჭერთ გულგრილი საკუთარი ოჯახების, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის და მოქალაქეების, საკუთარი შვილების მომავლის წინაშე. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა თქო. ჩვენ ვერ დავჭერთ და ვერ უყურებთ მიხეილ სააკაშვილის მსგავსად როგორ დადის ირაკლი გარიბაშვილი და თურმე ხომში მიწვის საწარმომაცემ საავადმყოფო, სადაც 600 ადგილობრივი კადრი დასახდება. მე მინდა გითხრათ, წვრილია ეს. და როცა რა შემსავით იდგა და გაშლილი დროზე ტრაქტორები და ჩართული. წვრილა წოვდნენ უცოცხლოსაც. არაფრით არ გაწოვდება. ფასადიზმი, რაც იყო გრძელდება. და მე არ ვაპირებ ამ ფასადიზმის ყურებას. მე ვაპირებ ბრძოლას, მე ვაპირებ ჩემი ყველა თანამოღალატის, ჩემი თანატოლების იდეების გაზიარებას და იდეების გაზიარებას ერთად ძლიერი აკუმულირებული ჯგუფის შექმნას, რომელიც იბრძოლებს სიმართლისთვის, იბრძოლებს ადამიანების ინტერესებისათვის.
გამოდივა და გლეხებს ვაძებთ. მათი ერთ-ერთი დაპირება შეგასცენეთ. იყო გლეხები რომ გლეხებს დაუკანონებდებოდა მიწა. ვინ რომელ გლეხს დაუკანონდა მიწა? გლეხები რომელსაც იმდენი საშუალება არ აქვს საკუთარი ოჯახის არჩენად არსებული პირუტყვი აბალახო და საძოვარზე გაუშვათ. ან გაყიდულია მთელი მიწის ნაკვეთები, ან სახელმწიფო საკუთრებაშია და აზიანეს ბიუროკრატები და მათთან ურთიერთობა რთულია. რეფორმატორების იდეა არის თითოეული მიწის ნაკვეთი, თითოეული გოჭი მიწა დაუბრუნოთ ხალხს, ხალხი გადაწყვიტოს, ხალხი იმუშავებს, იმცეთ უნარიან გლეხებას და ნუ გავაგზავნოთ ისე ამ ადამიანებს. ეს ტყუილი იყო შემოგეგობრებო. დღესაც გლეხი არის ისე ბაღრი და არაფრის უნარი არის, რომ ფიზიკურად არ გააჩნია სამუშაო და ფიზიკურად არ გააჩნია მიწა, სადაც მან უნდა შეგდოს პროდუქტი და უნდა დედაქალაქის სიკეთეებზე იზრუნოს ამით.